ზელენსკის ნებართვის შემდეგ მოსკოვში აღლუმი დაიწყო. ტრიბუნებზე გამოჩნდნენ პუტინი და იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც მოსკოვში 9 მაისისთვის ჩავიდნენ. თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად წელს წითელ მოედანზე არ ჩაივლის ტანკები და მძიმე სამხედრო ტექნიკა. მოსკოვში შეზღუდულია მობილური ინტერნეტი და SMS შეტყობინებები. აკრედიტაცია გააუქმეს საერთაშორისო ჟურნალისტებს. უკვდავი პოლკის ტრადიციული მსვლელობა კი მოსკოვში წელს ონლაინ ფორმატში ტარდება. ნება დაერთოს 2026 წლის 9 მაისს ქალაქ მოსკოვში აღლუმის ჩატარებას. ზელენსკიმ რუსეთს აღლუმის ჩატარების უფლება მისცა და ბრძანება გამოსცა, სადაც ნათქვამია, რომ წითელი მოედნის ტერიტორია უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან ამოღებულია. ამ ბრძანებას კი წინ უძღოდა ტრამპის შუამავლობით 3დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება. ამავე შეთანხმებით უკრაინა რუსეთისგან 1000 სამხედრო ტყვეს დაიბრუნებს. პუტინი ქართველებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. 9 მაისი რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის წმინდა დღესასწაულია, ნათქვამია წერილში, სადაც ის რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობასა და ურთიერთდახმარებაზე წერს. ამ მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ჩვენი საერთო ზნეობრივი ვალია, აცხადებს ოკუპანტი. ლაგოდეხში პედაგოგი ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ვარდის უბანში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ქალს საკუთარ სახლთან ესროლეს. მას დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. ქალი ჯერ ლაგოდეხის შემდეგი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.